მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა ეს თემა განვიხილოთ ჩვენ. იქნებით თუ არა ერთად და ვნახოთ უმაღლესი ძალების გეგმები თქვენს ურთიერთობაზე. აი ესეთი რაღაც ღრმა გაშლა რატომღაც მგონია რომ უნდა გამოვიდეს. როგორც ყოველთვის ჩვენ ამ არხზე გვაგრძელე გაშლები მოემზადეთ. ყავა, ჩაი, ვის რა, ხო? მოდუნდით, ასე რომ ვთქვათ და ვნახოთ. რამდენიმე დასტით მინდა ვიმუშაო. ამიტომ ვნახოთ. პირველი ვნახოთ ახლა რა ხდება ახლა ამ წუთში თქვენ შორის. საერთოდ უფრო ენერგეტიკულად და ემოციურ დონეზე. აი თქვენ შორის რა ხდება ახლა ეს მინდა ვნახო. თან მე მინდა ვნახო თქვენი ენერგია ახლა და თქვენი პარტნიორის ენერგია იყოს ასე. Так, შემდეგ რა გაკვეთილებს გადეხარ თქვენ ახლა ცხოვრების რა გაკვეთილებს გადეხარ თქვენ ახლა ერთად აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას აი კარმული ხასიათი. მე მინდა რომ ვნახოთ ჩვენ რა გამოცდების გავლა არის საჭირო რომ ერთად იყოთ თქვენ. იყოს ეს დასტა ძალიან ესეთი მაგარია. შემდეგი ვნახოთ ჩვენ რა უშლის თქვენს კავშირს. აი ეხლა დაგაის დასტა მინდა და რა უშლის ხელს თქვენს კავშირს. აი ამ მომენტში ვნახოთ ჩვენ რა უშლის ხელს. ცოტა აი ასე ვიზა. რა უშლის ხელს. ეს ასე იყოს. შემდეგი მინდა ვკითხო ეხლა გეგმები მაღალი ძალების თქვენს წყვილზე. აი ეხლა რა გეგმები აქვს. გეგმები მაღალი ძალების გეგმები გუშინ იყო ძალიან მაგარი გაშლა ხო ძლიერი. აი ხა ვნახოთ რას გვეტყვიან დღეს. გეგმები მაღალი ძალების თქვენი წყვილისთვის გეგმები მაღალი ძალების გეგმები აქვს თუ არა ამ ურთიერთობას მომავალი და რჩევა მინდა თქვენ უმაღლესი ძალებისგან დაელოდოთ გაუშვათ თუ იმოქმედოთ თუ რა უნდა ქნათ. აი ესე იყოს ჯერჯერობით. სამყარომ ხრეს რომ სწორედ აგვერჩიე. კაი, ისე დავიწყეთ ახლა ჩვენ. ესე ყოს აქ. გარჩ ვნახოთ რომელი წამოვა. ოკეი. Так, პირველი ახლა მოდით ვნახოთ თქვენი ენერგია. რაღაც გოგოები მეორედ გამოდიან, უკვე მეორე გაშლა არის, როცა გამოდიან იმპერატორის ენერგიაში. მე შემიძლია პრინციპში თქვა ისეთი რამე, რომ თქვენ ახლა შეიძლება აი გადაწყვეტილებას იღებთ უფრო როგორ იცით იმ დონეზე, რომ აი ცივი გონებით რა, ნახეთ, იმპერატორი საერთოდ არის როგორი ტიპი, რომ ანუ იმას დაფიქრებულიც აქ, ანუ მართავს ეს ადამიანი ყველაფერს აბსოლუტურად თან ძალიან მაღალ დონეზე ყველა სფეროს. ეს სფეროში ეს ნებისმიერ თავის ემოციებსაც მართავს, თავის აი ფიქრსაც, ანუ უფიქრდება, ანალიზს აკეთებს ეს ადამიანი, ხო? ანუ თუ რამეს აკეთებს, ანუ მოქმედებს უკვე გააზრებულად რა ეს პიროვნება. ამიტომ აქ არის უკვე ისეთი ენერგია გაქვთ. თქვენ თან შეიძლება ასეთი ადამიანი ხართ, აქ ნახეთ როგორი იმპერატორი არის, ნახეთ, რომ მაგას მოყვება
ხალხიც მოყვება უკან, შეიძლება თქვენ თვითონ ხართ ან ხელმძღვანელი რაღაცის, ან მართავთ სიტუაციას, შეიძლება ოჯახი საერთოდ თქვენზე არის აბსოლუტურად და ანუ თქვენ ხართ თუნდაც აი იგინას ახლა თქვენი ცხოვრებისაც მართველი თქვენ ხართ რა. ყველა ვარიანტში ან ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, ხო? თქვენს თავზე, რომ ისეთ ენერგიებში, რომ მე თვითონ რაც მინდა იმას გავაკეთებ. ანუ არა ხარ დამოკიდებული თქვენ დაუშვათ ვინმეზე ან ვინმეს აზრზე. პირიქით, თქვენს აზრზე შეიძლება იყოს ვინმე დამოკიდებული, ვიდრე თქვენ, ანუ თქვენ წყვიტავთ ეხლა რა. აი როგორც იმპერატორი, ხო იცით აი ეს რო ყოფილად აი ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ აქ მე ვმართავ ჩემს იმპერიას, ჩემს ცხოვრებას, ჩემს გადაწყვეტილებას, მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე რა. აი ეგეთი ენერგია გაქვთ თქვენ ახლა. თქვენი ბიჭი არის ყურუმის ენერგია. ყურუმის ენერგიაში ანუ ნახეთ ორივე ხართ მაღალ არკანებში რა, ესეთი იმაში. ეს ახლა ამას ძალიან შეიძლება ბევრი კითხვები აქვს, შეიძლება ისეთი მომენტები არის, რომ რაღაცა ინფორმაციას ეძებს, შეიძლება რაღაცას სწავლობს ეს ადამიანი, შეიძლება აი ისეთ პროცესებში არის, რომ შეიძლება даже ამ წუთში როგორ თქვენ ხართ, ნახეთ, აი გახსნილი ადამიანი, ანუ მე ვჩან ვარ. ეს შეიძლება даже მომენტ იმალება სადღაც. ეგაც. ნუ ხო, აი ამას უფრო მეტი კითხვები აქვს. ნახეთ, აი აქ უფრო პიროვნება თქვენ ხართ, როგორ იცით, მე ვიცი რა მინდა, როგორ მინდა, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. აქ ადამიანს აქ ახლა უფრო როგორი ენერგიები იცით, ნუ ქალი არის კაცის ენერგიებში, კაცი არის ქალის ენერგიებში. ეს რას ნიშნავს? ნუ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ახლა შექმნილები კი ვართ, ახლა ქალის და კაცის ენერგიები, მაგრამ ანუ გოგო უფრო მზად არის, რო თქვა და ეგ თვითონ სიტუაცია აიყვანოს ხელში. ბიჭს აქ პირიქით რა, აი რაღაცა მეშინია, როგორ იქნება, რანაირად იქნება, რა ხდება, იმიტომ რომ აი იმის მიუხედავად, რომ ყურუმის ენერგია ხან თან სხვათა შორის, ნახეთ კიდე შეიძლება ამასში ეხლა იხსნება რაღაცა ისეთი ცოდნა, რომ თვითონ ეშინი ამ ცოდნის, ან ფიქრები, ან აზრები ისეთი აქვს ახლა ამას, რომ თვითონაც შიში აქვს, მერტო ჩემო ეს საიდან ამდენი რაღაცები და ამდენი ან ეს ამ სიტუაციას, რომელიც თქვენ შორის ახლა ხდება, განიცდის ეს ძალიან სხვანაირად. აი თითქოს თან მეშინია, თან მტკივნეული, თან შეიძლება კითხვები აი სწორედ მოვიქეცე, არასწორედ მოვიქეცე, რა იქნება, როგორ იქნება, აი ეგეთი კითხვები ებადება უფრო მაგ. თქვენ უფრო ჩამოყალიბებულად ხართ აი აქ. თქვენ შორის რა ხდება მე-15, ой боже мой. მერტო მეშველეთ. ნახეთ რა ხდება. აქ ნუ ჩვენ აი სწორედ თქვი რა, ახლა ნახეთ 1 2 3 4 მაღალი არკანი. ნუ იმიტომ აი რაღაც მნიშვნელოვანი, იმიტომ ხო ვთქვით ჩვენს ახლა რომ გეგმები, ახალი ძალების გეგმები. ახლა ნახეთ აქ არის ნახეთ თან იეროფანტი, თან ახლა ეშმაკი ერთად და ორიანის ქერთხი. ანუ აქ არის ახლა შავები და თეთრები ბრძოლობენ, რომ იტყვიან რა, თქვენ ანუ ჩარეულები არიან. შეიძლება თქვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ აი მე-15 არკანი ეს არის რა თქმა უნდა ეს ყველა ვარიანტში არის კარმული ურთიერთობა. აი იმიტომ ახლა ზოგს ახლა რომ მკითხავებს რომ ეშლებათ ხოლმე და ვაიმე ჯადო გაქვთ ახლა ვიღაცა ჯადო გაქვთ გოგო და ახლა მაგა მოგეხსნება ახლა იმიტომ რომ ისეთი ძალებია ჩართული. არა. მე-15 ენერგია ეს როცა უკვე ადამიანები მიაჯაჭვეს, ადამიანები რომელმაც უნდა გაიარონ რაღა ერთად უნდა იცეკოს, გაიგე ამ ეშმაკთან იმისათვის რომ ეს სიტუაცია თქვენ ახლა გაქვთ მოცემული, რომ აი აქ თქვენ ეს სისუფთავე გამოიტანოთ, აქ არის უძლიერესი გაკვეთილი, როცა უკვე ეხლა ვეცდები მაქსიმალურად გართულად ახლა გადმოგცეთ თქვენ ეს ყველაფერი და ძალიან ზოგჯერ რთულია ჩემთვის, იცით თქვენ რომ ვიჭედები, მაგრამ ვეცდები. ესე იგი, ნახეთ აქ როგორი მომენტი, მე-15 არკანი აჩვენებს ჩვენს ბნელ მხარეებს რა. ანუ და წყვილში რა თქმა უნდა არის, ეხლა რა თქმა უნდა, ხა რატო ვეჯაჭვებით, რას ნიშნავს კარმული ურთიერთობა, რას ნიშნავს ეს ყველა გაკვეთილები, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღა მოდის პერიოდი, აი არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ხარ, შეიძლება კარგად ნორმალურად რაღაც პროცესები,
უცბად მე რაღაცა სიტუაცია ისეთი ხდება, სადაც უნდა გავიაროთ ეს ჩვენი გაკვეთილები რა. აქედან გამომდინარე გამჟღავნდება ხოლმე სიტუაციები, რომელიც თქვათ მტკივნეულიც ერთმანეთს როცა მიუთითებთ, აი შენ ეს მე ეს არ მომწონს, შენ ეს არ მოგნო, კარგი ხო ხდებით რა. ყველაფერი თუ რამე ბნელი მხარეები იყო, აი ახლა გამოვიდა ეს ყველაფერი გარეთ. გაიგეთ რა ხდება? და ეხლა მიდის თქვენი აქ მუშაობა, სერიოზული მუშაობა, მაღალმაძალებად თქოს მოიცადეთ, ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ გამოგიყვანთ, ჩვენ დაგიდგებით გვერდში და გოგო უფრო დგას მაგრად ამ პოზიციაში რა, ვიდრე ბიჭი. ბიჭისთვის არის უფრო ეს შეიძლება ახალი რაღაცა ჩაერთო, გაიგეთ მაგაში, იმიტომ რომ გოგო შეიძლება ისედაც გადის რაღაცებს, იმიტომ რომ ახლა მეოთხე რკანი, ახლა ეს არის უკვე ენერგია, როცა ეს სული გამოცდილი არის, გაიგეთ, ამ სულის უკვე აქვს, თქვათ ახლა ბევრი რამ ნამუშევარი და ამან იცის უკვე როგორ დაჟე თქვენ შეიძლება სხვებსაც აკეხმარებით, ვიღაცები მოყვებიან თქვენ, მაგრამ ბიჭისთვის ეს ახალი სიტუაცია, გაიგეთ, შეიძლება არ ყოფილა ეგეთ სიტუაციაში და ამიტომ ისეთ მომენტში აღმოჩნდეთ, რომ აქ დახმარებაც სჭირდება ალბათ მომენტ ამას თქვენი. მიხვდეთ, იმიტომ რომ თქვენსკენ დადგა ეს იეროფანტი, ამისკენ დადგა ორიანი გვერდხების და შუაში აი ეს არის, რა ქვია, ეშმაკის ენერგია. ჩვენ ეხლა დავიწყეთ ეს ცეკვა, დაიწყო ამან თქვენი ტრიალი ეს ცეკვაში ხო ხედა დააკვირდეთ რას როგორი ის რა ქვია თვითონ ნახატიც ხო ეშმაკი გატრიალებთ ეხლა თქვენ აბა რას იზავდა ბიჭი აქ დახმარებას გოგოს თხოვს რა იმიტომ რომ გოგო უფრო ძლიერია გოგომ უფრო იცის გოგო შეიძლება ვითარდება შეიძლება უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ამიტომ და ამას ეშინია და დამეხმარე ამას უკვე რანაირად იმიტომ რომ ესეთი პრინციპში მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი რომ საერთოდ სული ქალის სხეულში უფრო მეც გადის ხოლმე რა ქვია ამ ყველაფერს რა უფრო მეტად ვითარდება უფრო მეტად სწავლობს უფრო მეტად რაღაცას იმაშობა და ამაკეთ ხო და ვიდრე თქვათ ეხლა ბიჭებს ეხლა რა ვიცი ისეთ რაღაც დღეშულა ჩააგდონ რომ მაგათმა რამე დაიწყო ეს ასე აწყობილი ჩვენ ახლა არ განვიკითხავთ არავის ჩვენ ვაგრძელებთ გააშლას კითხვები გვაქვს ჩვენ ახლა ვნახეთ ჩვენ ახლა რა ხდება თქვენს და ჩვენს კითხეთ ნახეთ უშუალოდ ენერგეტიკულ და ემოციურ დონეზე ემოციები აქ იცით რა ხდება აქ არის როცა ადამიანებს ერთმანეთ აი თითქოს დაგლეჯვაზე არის აი ეს ან ძალიან როგორი მომენტი ეხლა ძალიან ესეთი პროცესი არის რა რომ ენერგეტიკულად ხართ მიჯაჭვული ერთმანეთზე მაგრამ არიცით გოგომ თითქოს უკვე დადგა ესეთ პოზიციაზე რომ მე მზად ვარ მოდი დავიწყოთ თქვა ხო იმიტომ რომ გამოცდილი ბიჭი არის ახლა ძალიან ცუდ დღეში იმიტომ რომ არ ვიცი რა ხდება ეს რა მიმართება ეს რა ხდება ამის გარეშე არ შემიძლია მინდა მაგასთან მაგრამ რა ხდება აი ეგეთი მომენტი არის რა ახლა так მოდით ვნახოთ ახლა როგორი რა ცხოვრების სულ გაკვეთილებს გადიხართ ახლა თქვენ ერთად რა გაკვეთილებს გადიხართ ერთად აიმე ერთად აქ ენერგია უნდა ჩაერთოს ენერგიის ჩართვა მიდის ახლა ამ წუთში რა თქვენ ახლა ისეთ გაკვეთილი გაქვთ რომ რაღაცა ქმედების ნახეთ ესეთი ენერგია არის თქვენ შორის თან აქაც ახლა ისეთი თქვენ თუ გონიათ რომ ახლა ესეც უძლიერესი ენერგია მე-15 ხო როცა რაღაცის ქმედება შეიძლება თქვენს აი აქ იზრდებით იცვლებით რაღაცა თქვენში მოდის აი ეს პროცესი მაგაშიც რა მაგასაც შეიძლება ასწავლიან რაღაცა ქმედებას იმიტომ რომ ეშინია ხო ხედავთ რა თან ახლა ახალი რაღაცა მე როგორ უნდა ვიმოქმედო რა უნდა გავაკეთო რომ აი ხედა დააკვირდეთ ახლა აქ ხო მოდით კიდევ ნახო ახლა მე აი აქ ესე იგი გაკვეთილი რა გაკვეთილს გადიხარ ქმედების გაკვეთილი თუ რა გაკვეთილი გადიხართ ახლა თქვენ სიყვარულში რა რა გაკვეთილს გამოხატვა სიყვარულის გაიგეთ რაღაცა გამოხატვა სიყვარულის და გრამინდა ხა კიდე იცით რა ყველას კითხავ კიდე
არის აქ ახლა ძალიან ძლიერი გაშლა რაღაცა კი მიჩვენება. ანუ რა გაკვეთილით, ნახეთ, შეიძლება თქვენ გასწავლენ, რომ არ უნდა იგლოვო, უნდა იმოქმედო, მე რო გეუბნებით ხოლმე, ხო? ანუ აქ ემოციებს გასწავლენ, ემოციების გამოშვებას გასწავლიან, რაღაცას გადიხართ კიდე მაგ რა არის. აბა თასები, შანსი, სიყვარულის თასები. კი, ანუ გამოშვება, ნახეთ, შეიძლება აქ კიდე როგორი თემა არის, იცით? როცა შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ, ახლა იმპერატორიც ესეთი ტიპია, რომ აი სულ საქმე, სულ თქვათ, ახლა სწავლა შეიძლება გააქვთ, აი უფრო აი თქვათ, რაღაცები უნდა ვაკეთო, აი ესე და ხო და აი აქ გასწავლიან თითქოს აი გეძლევათ შანსი იმის, რომ თქვენ ისწავლოთ, აი უეჭველეს სიყვარულის სწავლა მიდის, აი თვით სიყვარული შეიძლება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული. გეძლევათ რაღაცა შანსი ახლა თქვენ, მაგრამ ეს ვაჩვენეს, ეს ჩვენი ბიჭი არის აქ, ხო ხდებით რა? იცით რა არის, შეიძლება კიდე რას გაჩვენე, უნდა გააკეთო ის, რაც შენ გინდა გააკეთო იმისათვის, რომ შენი ცხოვრება იყოს სრულყოფილი. აქ даже ბიჭისკენ უფრო მიდის ეს თემა, იმიტომ რომ იმპერატორმა იცის მას რა უნდა, იცის. აქ სწავლა მიდის, გაიგეთ, სწავლა მეშინია, ახალი გზა. ხო, ახალი რაღაცა იღვიძებს აი აქ ადამიანში, ახალი რაღაცა, არ ვიცი რამდენად არის, აი თქვა, სწორედ ვიქცევი, არასწორად ვიქცევი, რა ვქნა, გაორებულია, გაიგეთ? აქ ადამიანი ჩამოყალიბებულია, იმიტომ მაჩვენებენ ბიჭს ეძლევა აქ შანსი, რომ დაიწყოს ქმედება და გააკეთოს ის, რაც მას უნდა რომ გააკეთოს, რაც მას ასე ამოვნებს. იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანი სულ იმას შვება, რა ქვია, ფიქრობს შეიძლება სხვებზე, კარგავს, ანუ იმას, რომ რაც მას სიამოვნებს, გაიგეთ? ეს შეიძლება დიდი ხანი ხდება, რომ ანუ ყველას როიციან ხოლმე, ყველას მამიდა, გაიგეთ რა, აი ყველას სიამოვნებაზე ფიქრო და აქ თითქოს ეხლა ეუბნებენ შენზე, იფიქრე, შენზე, ნახე, აქ 8-იანი, აქ 9-იანი წამოვიდა ამ დასტაში, ხო? ანუ შენზე იფიქრე, აიღე ეს შანსი, აიღე, იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, იმოქმედე, აქ ხვამობენ, რომ აი თქვენი საერთო, ხო, მაგრამ უფრო აი მაჩვენეს ბოლოში, რომ უფრო ბიჭისკენ არის ეს თემა, გაიგეთ? ანუ მან უნდა აიღოს ეს შანსი სიყვარულის, ანუ სული ითხოვს, რომ უკვე საკმარისია, იმოქმედე, დაიწყე ის ცხოვრება, რაც შენ გსურს, რაც შენ გინდა, რაც შენ შეგასებს, რაც შენ გაგახარებს რა. ეს ხო იცით, მეცხრე ენერგია, ეს ჯამრთელი ეგოიზმი, შენ თუ კარგად იქნები, შენ თუ ამას აიღებ, ამ ენერგიას თუ აიღებ, თუ გაბედავ, ხო? იმიტომ რომ რომელსაც აქ ეს თემა, ყველას ეხმარება, ყველას გულის ტკივა, ამიტომ გაორებულია, რა ვქნა, რა გავაკეთო, ნუ ერთ-ერთი ენერგია ამას აქ გეთი, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო, ხო უნდა გავუგო, ხო უნდა ესე მშვიდობის მაძიებელი რა, ანუ ყველასთვის უნდა ვიყო კარგი რა პრინციპში, რომ აი ისიც გავცეცოდნე რაღაცა ეგეთი თემა. აი აქაც გეუბნებიან, რომ ის რა ქვია, ამას ეშინია, იმიტომ რაღაცა ახალი იღვიძებს და აქ ეუბნებიან, რომ იმოქმედე, საკმარისია უკვე ამაზე, აი აქ ნერვიულობა და რაღაცები რა. აიღე შანსი, შენი თავისთვის იყავი ის. ანუ აი ესეც შანსს გაძლევენ აქ თქვენ. так, შემდეგი კითხვა ახლა ვნახოთ ჩვენ. აქვს თუ არა თქვენს კავშირს კარმული ხასიათი, რა თქმა უნდა აქვს, როგორ არ აქვს. აქ არის, ნახეთ როგორი მომენტი, აქ ახლა კარმული როგორ არ არის, აქ ახლა პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა შეიძლება პერიოდიც ახალი არის თქვენთვის რა. კარმული არის, როგორ არ არის, ნახეთ როგორ არ არის. ახალი გაკვეთილები, კარმული არის თუ არ არის. კი. აქ ნახეთ დახმარება თითქოს მოდის თქვენთან. მოდის დახმარება. იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ახალი ეტაპისთვის გამზადებენ. მაგრამ აქ თითქოს ნახეთ როგორი მომენტი არის. თქვენი ვარსკვლავთა ოჯახი გეხმარება თქვენ ამ რთულ პერიოდში. რაღაცა ნიშნები იქნება აქ მოცემული თქვენთვის. იმიტომ აქ რაღაცა ახალი იბადება.
მაგრამ შინაგანი ბრძოლა გაქვთ თქვენ აქ. გახსნა. აქ რაღაცის გახსნა მიდის, გეუბნებით რა. აქ რაღაცის ეს აქ შეიძლება წინააღმდეგობას აქ რა არის, იცით, შეიძლება თქვენ даже ვერ ხვდებოდეთ თუ რა ხდება აქ საერთოდ რა. და ებრძოდეთ. ნუ ეხლა ეს არის როგორც შინაგანად ხვდები რომ რაღაცა არის არაჩვეულებრივი ხდება ჩვენ შორის, მაგრამ ეს რა ხდება მე ვერ ხვდები და ვეწინააღმდეგები, გაიგეთ? ანუ არ მინდა, არ გავაკეთებ, არ ვიზა, იმიტომ აი აქ ახლა არის გამომძღავნება ყველაფრის, გაიგეთ? აი თითქოს გამოვიდა გარეთ. იმიტომ რომ აქ ადამიანი შეიძლება თვითონ ამ ბედსაც ეწინააღმდეგებოდა, კარმას ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ არ იყო თქვათ შეიძლება აი აქ ნუ ბიჭის ახლა თემაში რო ვთქვათ, შეიძლება არ იყო მომწიფებული ბოლომდე, იმ დონემდე, რომ იმიტომ რომ აქ რაღაცა ეხლა ვსწავლობ, ეხლა ვიღებ ცოდნას, ეხლა რაღაცები დამემართა, რაც ჩემთვის უცხო არის, რაც ჩემთვის იყო საერთოდ დახურული რა. და შეიძლება იყო აქ უფრო ბიჭზე აქცენტი მოდის სხვათა შორის, ნუ იმიტომ არის რომ აჩვენეს ეგრევე გოგო ისეთ პოზიციაში, რომ აი ზედა მხედველებით გაიგეთ რაღაც ეგეთი თემა, რომ მე კი გავიარე, მე აქ მაგარი ვარ, მაგრამ აი ამას ახლა ამისკენ წავიდა ეს ყველანაირი პროცესები, რომ და თან მე ხარ ვფიქრობ, რომ აქ გოგოს ნახეთ როგორი თემა შეხედეთ, აი ძალიან რაღაც ღრმად შევყავარ. ეს არის გოგოს მხარე და გოგოც აქ არის ეშმაკი აქეთ მხარეს. ესე იგი ამ ეშმაკმა მოკიდა ხელი ამ გოგოს ატრიალებს და ჩირეს ამ გოგოთი ამაში წავიდა ყველანაირი მუშაობა. მიხვდით? ანუ აქეთ მოდის, აქაც ბიჭი ეკითხება გოგოს რა, ანუ თითქოს მისი ზურგს უკან დგას, რომ შენი იმედი მაქვს, შენი იმედი, ხო დამეხმარება ეს ნახეთ როგორი თემა ის დაუშვათ სკოლაში გაიხსენით, ხო? რომ გოგო არის ხუთბრიადოსანი და ბიჭი ცოტა ისე რა მოიკოჭლებს და გოგო რო უყვარს, მოსწონს და მიდის და გეხოცები რა ამომეცი რა, ეს გაკვეთილი არ ვიცი და გადმოწერინე რა, გეხოცები რა, ხო დამეხმარები, ხომ იკარნახებ რომ მასწავლებელი გამომიძახებს. აი ეგეთი რაღაც ენერგია მოდის, მასწავლებელი, აი, მასწავლებელი შეხედეთ. იეროფანტი, მასწავლებელი, რომელმაც მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო და ეხლა ეს ეშმაკი გოგოს ატრიალებს, შეიძლება სხვანაირად დაიწყეთ თქვენს ეხლა ეს სიტუაცია, ნახეთ, შეიძლება და გოგოს როგორ ეშინიეთ, რომ მიჩვეული შეიძლება თქვენს რაღაცა გქონდათ, აი ქცევები, ხო, თქვათ, ეხლა რაღაც აი ასე და ასე ვიქცოდე, ეხლა შეგცვალეს, გაიგეთ, ანუ სულ სხვანაირი დაიწყე შენ ეხლა აქ ქმედება, თქვათ, არ ქმედება. აი ან შეიძლება ესეთი პოზიცია დაიჭირე, всё, მე აღარ ვიზავი ისე როგორც ვაკეთებდი ხოლმე, მე ახლა ჩემ თავს ვირჩე, მე როგორც მინდა ისე, თუ გინდა მომყევი თუ არა და არა, გაიგეთ რა ხდება. და ეს გოგოსთან ეშინია, რომ ღმერთო ჩემო ეს რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. თან ახლა იცის რომ ეს უნდა გააკეთოს, გაიგეთ და ბიჭის უშეშინებული ყავს ჩვენ და ამიტომ აქაც აჩვენებენ რომ რაღაცა უნდა გაიხსნას. მაგრამ ეს შეიძლება მომავალიც იხსნება, გაიგეთ, აქ ძალიან ლამაზი ის არის, აი ნახეთ ვარსკვლავი და ამას ორი ადამიანის შორის, აი აქ ხდება ძალიან დიდი ენერგია. ძალიან დიდი, ანუ ეს არის როგორ დონეზე, იცით, როცა თან რაღაცა აი თითქოს ახალი რაღაც მომენტი არის, რასაც არ იღებდნენ ადამიანი, ანიღებდნენ, მაგრამ არა ისე ძალით, როგორც უნდა აეღოთ რა. ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ აი მას შორის რომ ერთმანეთს ხო ეწინააღმდეგებიან, ეს გაკვეთილი უნდა აეღონ წინააღმდეგობა, ხო? მაგრამ რამხელა ენერგია არის თქვენ შორის, ანუ თითქოს მაღალი ძალები ესე გაჯახებენ, გაიგეთ, რომ აი დენს რო ეხლა რაღაცა ის მომივიდა მაგალითი, აი რაზეტკა რო არის და შეურჭობ რაღაცას იმას, რა ქვია, ბავშვობა იციან ხოლმე რა და მე ეს შპილკას რა და მე ენერგია რო გარტყავს. აი აქაც თითქოს ეხლა თქვენს ენერგიას გაძლევენ, ძალიან ძლიერი დაკავშირება გაქვთ ერთმანეთთან, მენტალურ დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი თითქოს ეხლა ამასაც ეხლა თან გიყურებენ, რას ეზავთ, მიხვდეთ რა ხდება, კარმული კი არა, ძალიან კარმული არის, აი აქ გაკვეთილი თქვენი რა, ძალიან. ვნახოთ ეხლა მაშინ აი ეს გავხსნით კიდე რა გამოცდის გავლა საჭირო, რომ ერთად იყოთ.
რომ ერთად იყოთ. აი, ისე რა ქვია, ნახეთ. რა გამოცდის გავლა. აჰა. რა გამოცდის გავლა. მზის არკანი. მზის არკანი. რა საინტერესო არის ახლა ეს. აქ როგორ არის იცით? ამ შემთხვევაში აქ რა უნდა გაიაროთ? აი ზუსტად ეს არის, ნახეთ. რა საინტერესოა. ეხლა გოგო დგას, აქ შეიძლება სხვაობაც გაქვს სხვა შესასახში. ან როგორი სხვაობა, იცით როგორი შეიძლება? აქ გოგო შეიძლება უფრო უფროსი იყოს ბიჭს, ეს რო იცოდეთ თქვენ. ან სულიერად შეიძლება უფრო გამოცდილია, ვიდრე თქვა ბიჭის ენერგია. აი ეგაც შეიძლება იყოს. და აქ გამოცდა არის, რომ ერთმა მეორესგან უნდა მიიღოს მითითება, რაც ძალიან, ეგოზე შეიძლება იყოს აქ თემა. იმიტომ რომ ნახეთ, ეწინააღმდეგება როგორ, ეწინააღმდეგება არ მინდა თავი დამანებე. თან ნახეთ, აქ როგორ ბედნიერად შეიძლება კარგადაც იყოთ, მაგრამ ეგო როცა ირთობა, ვეწინააღმდეგები. ბიჭი, ეწინააღმდეგები. და აი აქ ზუსტად ეს მომენტი, რომ ერთმა მეორეს რაღაცა ისე უნდა ასწავლოს, რომ არ დაწვას თან. აი ეს არის ძალიან რთული. როგორია ახლა ქალმა რაღაცები ასწავლოს კაცს, ეს ხო წარმოგიდგენიათ, ხო? ეს წარმოუდგენელი თემაა. და როგორ ნაზად და ფაქიზად უნდა უთხრა ის, რომ ამასში მოხდეს რაღაცა ინტერესი და ზრდა. აქ ნახეთ რა ხდება ღმერთო ჩემო. რა გამოცდების გავლა საჭირო. მოთმინება გაკვეთი, მოთმინება. თუ გინდათ რომ ბედნიერება იყოს, თუნდაც აი ესეთ კავშირში, სადაც აი აქ შეიძლება ღმერთო, აქ როგორი თემა უფრო იქნება, იცით, კიდევ გიმეორებ, ან თქვენ შორის ძალიან დიდი სხვაობა ასაკობრივი, ან როცა ადამიანებს უნდათ ერთად, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, ან ხო გეუბნეთ, ან სულის დონეზე რა, თქვათ სული ამისი უფრო გოგოსი, უფრო ძლიერია, უფრო ძველი, ვიდრე თქვათ ბიჭის, იმიტომ რომ არის ზოგჯერ როგორ იცით, აი მაგალითად გოგო პატარა, კაცი შეიძლება ბევრად იყოს, თქვათ, მაგაზე ასაკი დიდი, მაგრამ გოგო უფრო თითქოს ბრძენი, ისეთ ბრძნულ რაღაცებს ამბობს, რომ ეს კაცი შეიძლება ეუბნება, ღმერთო ჩემო, დავიბერდე კაცი და ამდენი რაღაცები მე არც გამიგია, შეიძლება პირიქითაც იყოს, რომ თქვათ, ახლა ბიჭი პატარაც იყოს, მაგრამ ისეთი რაღაცა თქვას, ბრძნული ასე რომ თქვათ, ხო? იმიტომ რომ აქ სულიერი ტრანსფორმაცია ბიჭმა უნდა გაიაროს, გაიგეთ რა ხდება. ამას через амгоготи. და აი იმენა ეშმაკმა ესე გოგოსა თრიალებს. გაიგეთ რა ხდება? გაკვეთილი, რომელიც არის აუცილებელი რა ეს გაკვეთილი. და კაი, მოდით ახლა ღმერთო ჩემო, მეც კიდე ახლა, აი თქვენი 6-იანი თასების ხედავთ თქვენ. ხედავთ თქვენ რა დახმარება მოდის ღმერთო, აქ ქალის სული ჩართული არის მაღალი ძალები, ანუ ქალს ეხმარებიან მაღალი ძალები, დაგეხმარებით ჩვენ. იმიტომ რომ გოგოსაც აქ ახლა რა თქმა უნდა რომ ქალისთვის არ არის ადვილი, ნახეთ რაღაცას გადიან, ახლა ბიჭი რა დღეშია და გოგოს ეხმარებიან აქ მაღალი ძალები, რომ ჩვენ დაგეხმარებით, გაუძელი რა შენ შეგიძლია, შენ ისეთი სული გაქვს, ისეთი რომ აი შენ შეგიძლია რა, გაუგო, შენ მარტო შენზეა მთელი ეს სიტუაცია, მხოლოდ შენზე. იმიტომ რომ ამას მიიყვანებენ ისეთ დონეზე, რომ ჩემი ნახეთ რა ტრანსფორმაცია შეაგდებენ ამას, რომ ქმედობა ისწავლოს, ქმედობა ბოლოს და ბოლოს. ქმედება ისწავლოს. და აქ შემდეგი ესე იგი რა უშლის ხელს თქვენს კავშირს, ხო?
რა უშლის ხელს თქვენს კავშირს ახლა. ნუ რო იყოთ ერთად რა. აჰა, აი, დაინახეთ რომ იყურებენ. აჰა, დაინახეთ. არ გამოვიდნენ ძმები, არ გამოვიდნენ ყველა აბსოლუტურად მაღალი ძალები. ეხლა რა შვებიან? აი ეს უშლის, ნახეთ, აი მაღალი ძალების თემა. აი მე-15 არკანი. აი ის სულიერი განვითარება. გაიგეთ რა ხდება? თუ ვერ გაიგეთ, ახლა გაგიხსნით რა ხდება. ანუ აქ არის რა გიშლით ხელის და სწავლების პროცესი მიდის ახლა, სწავლების. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, რომ აქ უნდა ანუ ახლა ადამიანი ცხოვრობდა მიწიერ დონეზე, ხო? მე ეს მინდა, მე ასე მინდა მოვიქცე, მე ისე მინდა, მე რაც მინდა იმას გავაკეთებ, მე რაც მინდა იმას ვიზავ, გაიგეთ რა ხდება? ანუ ადამიანი ვაფშე არ მიდიოდა განვითარებაში რა, იდგა რა, ანუ ეწინააღმდეგება, აჰა, გვაჩვენებია, არ მინდა რა, არ წავალ. ამ დროს ახლა ერთმანეთთანაც ნახე დაკავშირება ძლიერი არის, ესე მენტალური, ენერგეტიკული, ძლიერი. არ ვიღებ, არა, ზისეგა და ვაფშე არ მინდა რა, თავი დამანებე რა, არ მინდა არ ვისწავლე, მე და წელავს, არ იღებს გაკვეთილს რა ადამიანი და ჩაერთნენ. მოიცეს შენ რას გიზავთ რა. და ამას იმისთანავე დღეში აგდებენ, მე ხო დაგანახა წეღან ახლა დასრის ბოლოს, ხო? ეხლა 10-იანში ხმალების ეხლა ყოფნა ბოდიში ძალიან რთულია რა. აი ძალიან რთულია და აქ ეხლა ისეთი ამბავი არის, რომ დატრიალდა, რომ გასწავლით, იქნები, აი ხო აქ შეიძლება დაუშვათ ახლა სექსუალური თემაც იყოს რა, თქვათ, აი ანუ მაქსიმალურად ადამიანს ყეტავენ რა. მის აი ესეთ მომენტებში, რომ თქვათ, ეხლა რაც გინდოდა, აი ყველაფერზე დასვეს აი აქ ესე რა ქვია, ზაპრეტი რა, ანუ ესე რა ქვია, დაშლა რა, დაუშალის ყველაფერი აბსოლუტურად ადამიანს, რომ სანამ არ მიხვდები შენ იმას, რაც უნდა მიხვდე, სანამ შენ არ დაიწყებ, არ აიღებ ამ გაკვეთილს და სულიერში არ გადა. იმიტომ რომ რა არის, იცით, მე-15 ეს არის ადამიანი, საერთოდ სულის განვითარება მოდის მაშინ, როცა ადამიანი სულიერადაც ვითარდება და მატერიალური ცხოვრებითაც ცხოვრობს. მატერიალური სიუხვე მოდის მაშინ, როცა შენ ვითარდები სულიერად, ხო? როცა შენ მარტო ცხოვრობ იმით, რომ თქვა, ეხლა ანუ სვამ, ჭამ, თამაშობ, ჩაცმაზე ფიქრობ, თქვა, ქონებაზე ფიქრობ, ფულზე ფიქრობ, მარტო, მე არ ვიძახ, რომ ეს რაღაცაც მარტო. არა, ეს არ შეიძლება. ეს არ შეიძლება. მაგრამ აი აქ ნახეთ კიდე ის რა ხდება. შეიძლება ეს ადამიანი იყო, აი, ნუ ჩვენ ხო ვთქვით, ცოტა რთული თემაც ქონდა მაგას, მაგრამ თქვენთან მიმართებაში, თავის ქალთან მიმართებაში იყო ეგრეთ და თან უფრო ისეთი თემა იყო, რომ ანუ შეიძლება აქ კიდე ვერ ხედავდა, აი აქ ჩერის ქალით ამას აგდებენ აი ასეთ სულიერ განვითარებაში. აი თითქოს ახლა აუგრძალეს ყველაფერი მაგისტრის მიწიერი, სანამდე ეს არის სწავლეს და ვერ გაიგებს ამ თქვენს კავშირს, რა ქვია, ცოტა უფრო ძლიერად რა, იმიტომ აი აქ არის, ნახეთ, შიში, იმიტომ რომ გაკვეთილებს გადეს ახლა. აქ დახურეს, აქ თქვენს ჯერ არა ჩემო ძვირფასო გეუბნებიან, ჯერ ჭკუა ისწავლე. კი, იმიტომ რომ აი დასვი წერტილი იმას რა ქვია, ამ კი, აქ იმდენი ფიქრები, აქ აჯენენ მაგას და ნახეთ, რაღაცას გაურბოდა შეიძლება ეს ადამიანი, ვერ ხვდებოდა რაღაცას, გაიგეთ, ვაფშე ვერ ხვდებოდა, ბევრ ამას ვერ ხვდებოდა თქვენ, რომ აი სად წავიდე, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, აქ ჩააგდეს ესეთ ენერგიებში, რომ თუ ადამიანი დაუშვათ, აი, ნუ აქ всё დაიწყო რა ამისი, ხაჯერეთი და იგივეს თქმაც არ მინდა, იმიტომ რომ გაიგეთ უკვე თქვენ, აქ მაგას მისცეს, ახლა ეშმაკმა აქ მოკიდა ხელი და თქვა, რომ დავაი დროზე ახლა რა, იფიქრა ყველაფერზე და ამიტომ ადამიანი ფიქრობს მთელი ცხოვრებას ახლა შეიძლება აგაიაზრა უკვე, საწავიდე რა გავაკეთო, სანამდე არ მივა, აი ქმედება ისე, ხო ხედავ, სულ ქმედებაზე სწავლიან ამ ადამიანს, იმიტომ რომ აქ რაღაც აი ეგრევე ხო აჩვენეს იმ წუთში რა, ქმედება, ისწავლე, გააკეთე, ნუ გეშინია ყველაფრის რა.
აქ შეიძლება პროგრამა როგორი გქონდათ, იცი, ამათ აი დაუშვათ ადამიანი, ნახეთ, როცა თქვათ, აი შანსი რისი კიდე ნახეთ სადამაბრუნეს. ეხლა ნახეთ, როგორი სიტუაცია შეიძლება გქონდა ადამიანს, რომ აი რაღაცა ძალიან უნდოდა, მაგრამ და არ მისცეს, თქვათ, აი დაუშალეს, აი ბავშვობაში, თქვათ, დაუშვა ადამიანს უნდოდა, თქვათ, ცეკვა. ნუ სიტყვაზე, ხო? ცეკვაში უნდოდა სიარული. ამას უთხრეს, რომ ეს რა დრო შენი ცეკვა. რა მოცეკვავე გამოვა ახლა შენთან, რა, გეხვეწები, ოღონდ წადი რა, მიხედე თავს რაღაც სისულელეებს, ნუ ემაშვა და ამ დროს ახლა ადამიანს ჰქონდა ამისი სურვილი უდიდეს, ხო, ეს პროგრამა მატრიცაში არის ეგეთი კიდე, ამას ქვია, აი ქართულად რო გადავთარ, ნუ როცა ადამიანმა ვერ გაანვითარა თავისი ნიჭი წინა ცხოვრებაში და ამ ცხოვრებაში ცდილობს, მაგრამ მაინც დაბრკოლებები მოდის, თქვათ, მშობლებისგან და ამისი საქმე იქ არის, რომ ანუ საერთოდ ამოცანა მაგ პროგრამის იმაშია, რომ შენ ყველაფრის მიუხედავად შენ უნდა იმოქმედო და აიღო აი ეს რაც შენ გინდა. ამას ეს თემა აქვს რა. ამას ეხლა აქვს სიტუაცია ისეთი, რომ ეხლა აი უნდა გააკეთოს ის, რაც მას უნდა რომ გააკეთოს და ამისთვის ეძლევიან შანსს. და აიღებს თუ არა ეს უკვე სხვა თემა, მაგრამ აქ ეხლა ყველანაირად ეხლა ამას რაც მას სურს, იმიტომ გითხარით, რომ თითქოს გადახურეს, გადაუკეტეს რა, იმისათვის, რომ всё მორჩე უკვე საკმარისია, რომ მარტო თქვა გეგმები, ფანტაზიები, რაღაცები ისე და შიში, ხო? გეუბნებიან დროზე დაიწყე ქმედება, დროზე გაიგეთ რა ხდება? ნუ აი ვნახოთ ახლა გეგმები, მაღალი ძალების გეგმები მაინტერესებს რა. აი ზუსტად, აი ეს ნახეთ გეგმები, ხუთიანი პენტაკლების არის აქ. მოდით ახლა ჩვენ ეს დასტავიღოთ. მაღალი ძალების გეგმა. აი გუშინ მინს უყურებდა ხო გაშლას ხო დაენახეთ ეგ როგორი იყო ორი მეხუთე ენერგია ერთად ხუთიანი პენტაკლები საბათო დააკვირდეთ გაიხსენეთ აბა ეს გაშლა ანუ მეხუთე საერთოდ ეს არის კრიზისში ჩაგდება მაგრამ ეს ახლა ჩვენ ვეკითხებით ცოტა რას აქ ისე რა ხდება ამას ესე იგი თქვენს ლამას თასების მეფეს ართმევენ და თუ დღეში აგდებენ სიყვარულის თემაში მიხვდით? ძალიან რთულ თემაში აგდებენ. ართმევენ. და ეს ძალიან რთულია მაგისთვის, ამ სიყვარულის გარეშე ყოფნა, თავისი საყვარელი ქალის გარეშე ყოფნა. მოიცეთ ეს რა არის? მაგრამ მე ხო ვკითხეთ, არა. შენთვის ეს ქალი ვინ არის ვაფშე? ვინ არის და ჩემი სამყაროა ეს ქალი ვინ არის? ჩემი ყველაფერი, ჩემი მზე, ემოცია, სიყვარული, ჭკუა, თუ რამე არის, ყველაფერი არის ჩემთვის ეს ქალი. ჩემი მზე, რომელიც მინათებს ჩემი ენერგია. ის რომელიც აი როცა უკვე დაჟეს შეიძლება სუნთქვის საშუალება არ მქონდეს, მაინც ის ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ მაგას აი ნუ მზე საერთოდ ხო იცით რომ ეხა ისეთი რამე რომელსაც უნათებს ენერგიას აძლევს ჩემი ენერგია. აქაც მზე სად იყო? ხო გახსოვთ მზის არკანი რო იყო? აი ჩემი მზე, ჩემი ენერგია. ჩემთვის ყველაფერი არის, ანუ ქალი რო ანუ თქვენსგან ნახეთ, თქვენ აი აქაც ხო ხედავთ? თქვენ უნდა მაგას თქვენ გეკითხებათ, თქვენ ხართ მაგისი მამოძრავებელი ენერგია. ვინც უნათებს, ვისთანაც გული მიესწრაფება ჩემი.
ვისაც შეუძლია რომ შემცვალოს, ვისაც მე ვენდობი იმ ჩემ ცვლილებას, მხოლოდ მას შეუძლია გამაჩეროს, მას შეუძლია ამამოძრაოს, მას შეუძლია თქვათ ჩართოს ჩემში ესეთი ენერგიები, რომელიდაც მე ვიყვებები და რომელიდაც მე ვცოცხლობ, კი, რომელიდაც მე ვცოცხლობ. მივხვდით თქვენ, მაგის თქვენს გარეშე რა დღეში ადამიანი. ძვირფასისი, კი ბატონო. ოკეი, так, ახლა ეს მაინტერესებს, просто მაინტერესებდა რა დონეზე, ესე იგი, რადგან როგორ სირთულეებში არის ეს ადამიანი. აქ სულ ბიჭზე წავიდე ლაპარაკი, რომ ნუ გოგო ეგრევე გვაჩვენეს იმპერატორი ეროფანტე. так, მოიცადეთ, ნახოთ ახლა ეს რა ქვია. გეგმები თქვენს, გეგმები ეს მანახოთ, წყვილზე მაინტერესებს რა და არა მარტო ამ ბიჭზე, წყვილზე რა გეგმები გაქვთ. აი, ხუთი წართმევა. ამასთვის არის თქვენზე წყვილი. უნდა შენარჩუნება, მოიცადეთ ერთი წუთით. გითხარით, ყავა ხომ მოამზადეთ თქვენ ახლა. так, ესე იგი, так, თქვენ რო დაინახოთ. გეგმები. აქ არის როგორი თემა გეტყვით ახლა თქვენ? რთულია. რთულია მინდა ჩემია, რამდენადაც არ უნდა იყოს რთული, მინდა. პენტაკლების დედოფალი თუ აიტანს, ეს პენტაკლების დედოფალი ამ ყველაფერს და შეინარჩუნებს. თუ შეინარჩუნებს, აქ ყველაფერი იმპერატრიცაზე არის დამოკიდებული. აქ სამყარო თქვენსკენ არის. აქ არის, ანუ ნახეთ როგორ არის გეგმები. თუ თქვენ გოგოება, აი აქ პენტაკლების დედოფალი, თუ ეს აი ბოლო წამში თქვენ აი არ დანებდებთ, რა არის, იცით? აქ ძალიან რთულია, იცით, საერთოდ სიტუაცია რთულია, იმიტომ რომ აქ ბიჭებს აქვს, ბიჭებს ხო, თავისი გონკები რა, ანუ გადიან ძალიან რთულ პერიოდებს, ხო? აქ თითქოს გაჩერებენ იმას, რა ქვია, რომ არ გაძლევენ საშუალებას, რომ თქვა შეხვედრების, ხო? კომუნიკაციების, შეიძლება აქ ორივეს გინდა თქვა შეხვედრა. აქ ინფორმაცია აქვს, შეიძლება ინფორმაციაც არა გაქვთ ერთმანეთზე, შეიძლება даже კომუნიკაცია დაგიხურეს რა. და ამ კომუნიკაციის გარეშე არის აი ძალიან რთულია, რომ ეხლა აი კიდევაც იმ დღეს აი ვიძახდი, რომ მეთქი კიდე კაი არსებობს აი ეს ინსტრუმენტი და თუ შენ იცი ამისი წაკითხვა რა ბედნიერება, რომ შენ შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ გაიგო ის რაც ხდება ეხლა, თუ შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს მომენტ რა, რომ აი თქვა, იმიტომ რომ აქ ესეთ ენერგიებში ეხლა ვინ გაუძლებს, ხო? და აი მადლობა, აი თქვენი სიყვარული კი თქვენი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენ აი თქვენ მადლობა ღმერთს, რომ თქვენ აგზიხართ ახლა და უსმენთ და ნამდვილად შველას მიიღებთ. მხოლოდ თქვენი სიყვარული აქ ამ კომუნიკაციას დააბრუნებს, დააბალანსებს მხოლოდ თქვენი სიყვარული. თქვენ როგორც მოგინდებათ, თქვენ თუ აიტანთ. თქვენ თუ არ დაკარგავთ, თქვენ თუ იქნებით ისეთი მასშტაბური გულით, სულით, ყველაფრით, გაიგეთ, თქვენ თუ მოინდომებთ. აქ თქვენზეა დამოკიდებული. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აქ მაჩვენეს ახლა მაღალი ძალები, რომ ამას იმის ხელა რაღაცა აკიდეს რა და ჩაკეტეს ამ თავის სიყვარულში. თუ გოგოს სიყვარული, თუ ისე რა ქვია, თუ მოგინდებათ თქვენ, კი ბატონო და თუ თქვენ მოგინდებათ ეს კომუნიკაცია, კი ბატონო, მაღალი ძალები ამბობენ კი, თუ აიტან ამ დენს.
თუ აიტან მაგდენს შენ. იმიტომ რომ შენზე აქვს ბევრი. თორე სამყარო გეუბნება კი. აი თუ შენ აი მიიღებ ამას აი ესე სუფთად, გახსნილად. აი მარტო თქვენზე აქვს იმპერატრიცა და სამყარო რა. სამყარო შენსკენ არის, გოგოსკენ არის. როგორც შენ გინდა, როგორც შენ აიტან, რამდენად შენ აიღებ. დაასრულებ კი ბატონო. არ დაასრულებ და დაბა ვნახოთ ახლა აქვს თუ არა ამ კავშირს მომავალი. კი, არის. როგორ არ არის? კი, მომავალი არის. შეხედეთ რა საინტერესოა. აი ნახეთ ახლა იმპერატრიცა ხო აქ არის. ეხლა ნახეთ, თქვენ ახლა გაქვთ თუ არა მომავალი? კი, რა თქმა უნდა. აქ უნდა აიღოს ამ ჩვენმა ძვირფასმა იმპერატორმა, თუ უნდა რომ იმპერატორი გახდეს და დადგეს აქ თავის იმპერატრიცას გვერდზე. აი ნახა დაჟე აქ ვიღაცას აქ საშუალება რომ ოჯახით შექმნან, მაგრამ ისევ ნახეთ სხვაობას რო გეუბნებით, არის რაღაცა სხვაობა. მენტალი, იმას რა ქვია, მეროვნება, ну მივხვდით თქვენ უკვე იცით ეს სხვაობა, რანაირი შეიძლება იყოს საჯარო გაშლაში, ხო? უნდა მოვიდეს და უნდა დაუჯეროს თავის ჭკვიან გალს, დაუჯეროს და აქ ცოტა ლოდინი ხო არის? კი, არის, როგორ არა? არის საშუალება, თან ძალიან კარგი, მაგრამ აქ მუშაობაც საჭიროა სხვათა შორის. მაგრამ მიიყვანებენ, აი აქ რო ადამიანები აი იქნებიან ერთად. იმიტომ რომ ეს ბიჭი სხვათა შორის ძალიან ერთგული არის თქვენი. აქ წყვილია. აქ გაქვთ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ, ეგრევე აჩვენეს, მნიშვნელოვანი წყვილი ხართ ერთმანეთისთვის ძალიან. ну ზოგისთვის ჩვეულებრივი ოჯახით შეიძლება ქონდეს. ხო. და რას ну რჩება მაღალი ძალების, ხო? ანუ რა უნდა თქვენ თქვენ ახლა რა უნდა ქნათ? არ გაუშვათ. აი ამ შემთხვევაში, თუ რა გითხო მე დაუსვი ისეთ რა უნდა გააკეთოთ, დაელოდოთ, გაუშვათ თუ იმოქმედო. არაფერი არ უნდა გააკეთოთ, არც უნდა გაუშვათ. იყო თქვენთვის რა. ну გაშვებას მე აგვერ ხედავ. რა უნდა ქნა? მაგრამ აქ რას ამბობენ იცი არაფერი შენ არ უნდა გააკეთო, თავი დაანებე, იყავი შენი ცხოვრებით დაკავებული, იცხოვრე ისე შენ, ანუ ნახეთ, აი ეს მეც არ მიყვარს ხოლმე რომ ამბობენ, აი შენი ცხოვრებით იყავი და როგორ ვიქნები დაკავებული, თუ ნერვები მეშლება და ცუდად ვარ, ხო, ლოგიკურად, მაგრამ ზუსტად ეს ნერვები მეშლება და ცუდად ვარ და სულ მაგაზე ვფიქრობ, ზუსტად ეს არ გვაძლევს საშუალებას, ნახეთ როგორ ენერგია გაქვს. არ გვაძლევს საშუალებას, რომ სიტუაცია განიმუხტოს, გაიგეთ და გაიხსნას. ამიტომ უნდა გადაერთო შენ საქმეებზე. ანუ ეგ არის ზუსტად რომ წადე თქვა ახლა მეგობრებთან დაუშვოთ, ხო? წადე, რა ვიცი მე, იმ საქმით დაკავდე, რომელიც შენ სიამოვნე, იმ საზოგადოებაში, სადაც შენ კარგად გრძნობ თავს. და მიეცე საშუალება ამ მაღალ ძალებს, რომ რაღაცა თვითონ გააკეთონ. მივხვდით და შენ როცა ამას რო გაუშვებ ამ ყველაფერს და გადაერთობე შენ ენერგიას სხვა იმაზე შენს თავზე გადაიტან თუნდაც თქვა შენ განვითარებაზე შენ სწავლაზე შენ სასიამოვნო საქმეზე ეგრევე ეს სიტუაცია განიმუხტება იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ჩართულები არიან მაღალ დონეზე რო იტყვიან მივხვდით ხელს ნუუშლით всё ხელს ნუუშლით, თქვენ იქნებით აქ ერთად, აუცილებლად, просто მიეცეთ საშუალება, რომ ეს გაკვეთილები ამან მიიღოს ბოლომდე გაიაროს თვითონ ეს ყველაფერი, რაც აქ მაგას ნერვებს, მაგრამ აქ თვითონ უნდა მოიპოვოს ის მომენტი, რომ მე მიყვარს, ნამდვილად ეს არის ჩემთვის ყველაფერი, ნამდვილად, ანუ ისე დონეზე უნდა მივიდეს, რომ თვითონ აი აქ მოერიოს ეს თავისი, ანუ წინამდებობა არა მინდა არ მინდა ჩემი არ არის ჩემი მორჩა რაღაცა სულ თავის თავში იქ რაღაცა დარბის რაღაც არეულია აწეწილია ეს ტიპი ახლა გაიგეთ რა ხდება ძალიან აწეწილი არის რა ძალიან არეული არის და ძალიან ასაწყობია შემიძლია გითხრათ რა აბურდულია
და ამას მიეცეთ საშუალება, რომ მაგან თვითონ გაიგოს ამ სიყვარულის ფასად და გააკეთოს ნაბიჯი კი არა, მოვარდება კი არა, გიჟივით მოვარდება მერე თქვენთან, გაიგეთ? მიეცეთ საშუალება, რომ აი ამას ეს პროცესები აქ დასრულდეს. ხელს ნუ უშლით ხელს. აქ ამას არ მოასვენებენ მაინც. და მოგეცემათ აი ნახეთ ტუზე სიყვარულის და ახალი დაწყების შანსი. ამას აიღებს აი აქ. აქ ხო იყო ტუზე, გახსოვთ? აიღებს შანსი, აიღებს, ხო, თქვენ არ უნდა შეუშალოთ მაგას ხელი. თვითონ უნდა მაგან გამოვიდეს ამ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაში ზის, იმიტომ ეხლა აქ ეგ სწავლობს თავის ბნელ მხარეებს, უნდა და ისწავლოს, უნდა განთავისუფლდეს, გაიგეთ? იმ სიჩუმეში უნდა განთავისუფლდეს, უნდა გადაწყვეტილება მიიღოს მაგან, რა მინდა მე მინდა ჩემი მზე და უნდა მიიღო, აჰა, всё, вот, всё, 4 თუზე, всё, ხო თქვით, კითხეთ ჩვენ ახლა მაღალი ძალები ჩაერთონ, გეუბნები, ყველაფერი დაიწყება თავიდან, სხვანაირად იქნება. ამას დრო მიეცეთ ცოტა კიდე და ამას ეს გადახარშავს თვითონ მაღალი ძალები სულ ყველა ტუზე და 4 ტუზე აქ არის. მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყებს ქმედებას ეს. დაანებეთ თავი ცოტა ხანი, არ ენერგიულად გითხრას თქვენ, რომ ეს რა ქვია. თვითონ მიხედეთ თქვენს თავს ახლა. თავს და იმას ქენით, რა ქვია. აი თქვენი სიყვარული. გამოვა ეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან, გამოვა თავი დაანებეთ. всё. იქნებით, როგორ არ იქნებით, პასუხი იქნებით თუ არა. ერთად კი იქნებით. всё, გაკოცეთ ბევრი. გელოდებით კომენტარებში, შეება მომწერეთ თქვენი სიტუაცია. მე ხო ის ყველაფერს ვკითხულობ. შეიძლება ვერ გაძლევთ ეგრევე პასუხებს, მაგრამ ნუ ვკითხულობ ყველაფერს იცით თქვენ და ძალიან მიყვარს თქვენი კომენტარები.